რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. არის ასეთი ქვეყანა, სადაც კარგამაგრა თოვს და კარგამაგრა ტყინავს ყოველ ზამთარს. ამის მიუხედავად ამ ქვეყნის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ყოველ ზამთარს აბჩენს პირს და ძალიან გაკვირვებული კითხულობს. რა ვქნა ხალხო, თოვლი მოვიდა და ყინავს და მაინც ზამთარში, მაინც მაშინ, როდესაც მე არ ველოდებოდიო. ზუსტად ამ ქვეყნისთვის, ზუსტად ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის არის ვიდეო გადაღებული ქვეყნებში, სადაც ჩვენზე მეტი თოვლი იცის და ჩვენზე მეტი ყინვა. ოღონდ სადაც ხელისუფლებები გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ და გაცილებით ნაკლებს იპარავენ და მეტს მუშაობენ. Got him. პირველი რასაც ვაკეთებთ, ნოემბრის ბოლომდე ვცვლით საბურავებს. იმიტომ რომ ზამთრის საბურავის გარეშე ამ განედებზე ვერც ივლი და ვერც გაიხარებ. თოვლი მოვა, ეგ იცოდეთ. ამ განედებზე, ამ ქვეყნებში რომ ცხოვრობთ, ეგ იცით. მაგრამ ამ ქვეყნებში რომ ცხოვრობთ, იცით რომ თოვლს გაწმენდნენ. დიდი ბულდოზერით გაწმენდნენ გზებს. პატარა ტროტუარებს. აქ გზა არ ჩერდება, არც ერთ შემთხვევაში. მაგას ვერც ერთი მთავრობა ვერ გადაურჩება. თოვლი შეიძლება დადნეს და მერე ისევ მოვიდეს. შეიძლება არც დადნეს, როგორც წელს. თეთრი შობა უკვე კარგი ნიშანია. ხან თოვლია, ხან ნამქერი. მანქანა ასეთ ქვეყნებში ყოველდღიურად გასაწმენდია. ყველგან ეგრეა. თოვლი შენთვის ზედმეტი შრომაა, ბავშვებისთვის ახალი სიხარული. ტროტუარს წმენს მუნიციპალიტეტი. ნებით ეხმარებიან იქაური მაღაზიები თუ დაწესებულებები. ღმერთმა დაიფაროს ყინულზე თუ ვინმეს ფეხი აუსრიალდა ან თავში რამე დაეცა. შეუძლია უჩილოს შენობის მეპატრონეს. მან ან მისმა ჭირდება. აი, ასე წმენდნენ გზას ნორმალურ ქვეყნებში, ევროპაში. იქ სადაც თოვლი რჩება და იქ სადაც არის საშიშროება, რომ სახურავიდან აივიდან შეიძლება დაგეცეს ლოლოები ან თოვლი, იქ აბაბენ ასე წითელ ლენტს. მაინც რომ იცოდეთ, რას უნდა მიბაძო და ვის უნდა მიბაძოთ. ქართველი ჩინოვნიკების ამახსოვროდ, უბრალოდ სიცივეს, უბრალოდ თოვლს. აქ უამინდობა არ ქვია. არც მით უმეტეს სტიქია. ამიტომ ყველაფერი უნდა მუშაობდეს. კიდეც მუშაობს, საათივით. ღამე იყო -18 გრადუსი. დილის 9 საათზე იყო -15, ახლა რამდენიმე საათი გავიდა და -13-ია. მოკლედ, დათმა რა. საათივით მუშაობს ავტობუსიც და ტროლეიბუსიც. საათივით მუშაობს პოსტა. საათივით მუშაობს დასუფთავების სამსახური. ყინვა რომ რამდენიმე კვირას ძლებს, ჯერ მდინარე იმალება. მერე იყინება ტბები. თან იყინება კაპიტალურად. ფინური ანტაზაა. ყინულზე მეთევზე თუ დაждდა, მალე ყინვასაც დაიჭერსო. თუ ვერ მიხვდით არ მახსნევინოთ. ესე იგი, ეს ჯიში კარგად არ გწნობიათ.
აქაური მეთევზე მართლა სხვა ჯიშია. ხანდახან ისე აღჭურვილი სპეცდანიშნულების დანაყოფ შეშურდება. რადარით ზომავს ყინულის სისქესას და თევზსაც რადარით ეძებს. გაყინულ მდინარეებსა და ტბებს სხვანაირი მიხედვა სჭირდება. მაშინ პოლიციას გამოაქვს აწყობებიდან თოვლის სკუტერები და მანქანებს გარაში აყენებს. მეთევზესაც, მოციგურავესაც, მოთხილამურესაც, ჰოკეის მოთამაშესაც ტელევიზიით აფრთხილებენ და აემორჩილონ პოლიციას, რომ შემდეგ მყვითავების საძებნელები არ გახდნენ. Ledus kārta diezgan stabili izveidojusies. Protams, nevienmēr var būt droši. Tad, kad ledus sāks kūst, Laura Jansone, Emacs Moskovskis, RTV. კიდევ ორი კვირა და ზღვის ნაპირას გასულს იქაურობაც სამთრის ზღაპარში ხვდება. შემდეგ კვირაში გამოიარეთ. ხო, შემდეგ კვირაში შეგიძლიათ მანქანითაც გამოიაროთ. კუნძულ საარემასთან მუდმივი საბორნე მიმოსვლა წყდება და იწყება საავტომობილო. 17 კილომეტრი ბალტიის ზღვაზე. შუქნიშნებით. წესრიგის ხალხია ეს. შემოწმებულია, გაზომილია, გამოცდილია. ნუ შეგეშინდებათ. თავიდან ზღვაზე ფეხით სიარულის ცოტა მაზალოა, მით უფრო მანქანით. მერე გავიწყდება, რომ შენს ქვემოთ ბალტიაა. იცით რა არის ყინულის იმ ნაჭის ქვეშ, რომელიც მრგვლად შემოხაზეს და შემოჭრეს. ზღვა. ბალტიის ზღვა. სამოცდაათ მეტრიანი წრე ჰაერიდან უკეთ აღიქმება. ამას ჩრდილოეთში კარუსელს უწოდებენ. ზღვის კარუსელს. ყინულის ზუსტ წრეს, რომელსაც ათობით ადამიანი ჭრის და ხერხავს. ზღვასა და ხმელეთს შორის ხანდახან ვიწრო ზოლი რჩება, ხანდახან არც ეგ. ერთი გადაბიჯება. ბალტია ყოველ წელს არ იყინება, ამიტომ ზოგისთვის ეს უჩვეულო გამოცდილებაა. ძაღლს მაგალითად შეუძლია ახლა მთელი ზღვა ერთად მონიშნოს. პატარა კი არა, დიდი ძაღლური სიხარული და მოლოდინია. ჩაგიქროლებს ვიღაც ასე ქორივით და მოგესალმება. იმა რა იცი, შენ თუ სამხრეთული ქვეყანა ხარ და -20 გრადუსზე რატომღაც გცივა. ამ დროს საქართველოში დიდ თავლობამ და უხმანალექმა შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ სრულიად დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში ურთულესი ვითარება შექმნა. ამ დრომდე ძირითად ქალაქებში და რეგიონებში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. თბილისში გურამ ასათიანის ქუჩაზე ბეტონის კედელი ჩამოინგრა. საცხოვრებელი სახლის ღობე სავარაუდოდ უხვინალექის მოვარდნის გამო დაზიანდა. შედეგად 25 ოჯახი გაზის და წყლის გარეშე დარჩა. თებერვალი ისე დამდგარა და დამთავრებულა, რომ ხეში წყალი არ ჩამდგარა. თუმცა წყალი ყველგან არის. თოვლი, ყინული, ნისლი. ამის მიუხედავად, გზების წმენდა კი კარგი იციან. მართლა კარგი. გზაზე სულ ყურადღებით უნდა იყო. ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადმოგიხდეს მელია, შველი, ლოსი. მგელი და დათვი არ შემხოდრია ვერ მოგატყუებთ, მაგრამ არც ეგენი უნდა გამორიცხოთ. ბედნიერ მგზავრობასა და კარგ მუხრუჭებს გისურვებთ. ამასობაში ვიღაცას ახსენდება, რომ აქ სადღაც ზღვა იყო. ცურვა ენატრება. ჭრის პატარა ჭას და ალბათ ხტება კიდეც. არ მიცდია, ვერც მაგას მოგატყუებთ. თუმცა ის წყალი ახლა გაცილებით თბილია, ვიდრე ჰაერი გარშემო. 70 მეტრიანი კარუსელი ზღვაზე იმავე ღამეს ფუჭდება, იყინება. არ ვიცი რამდენი უღელი ხარ კამეჩი უნდა ახლა ამის ადგილიდან დაძვრა დატრიალებას. კი ხედავთ, რომ ერთი დუჟინი კაცებისა საკმარისი აღარაა. ან იქნებ ისევ ხერხი ერჩიოთ ღონესა. კარუსელი აღარ ბრუნავს, ბრუნავს დღეები. ზამთარი კალენდარული კი არა, ტემპერატურულიც ოდესმე ჩაბარდება პატრონს. კითხვა ისაა, ქვეყანა როდის ჩაბარდება პატრონს? აი ის სამხრეთული ქვეყანა, სადაც თოვლის ყოველი მოსვლა სტიქია და ღვთისმსასჯელია. ასე ცხოვრობენ ქვეყნები, სადაც ხელისუფლებები პაროაზე მეტად მუშაობენ, იმიტომ რომ იციან, თუ არ იმუშავებენ, მათ უბრალოდ გადაირჩევენ. ასე ცხოვრობენ ქალაქებში, რომელთა მერები TikTok-ით არ ატყობინებენ საკუთარ ამომრჩევლებს
როგორც გინდათ ისე მიხედეთ თქვენ სტოლს და ისე მიხედეთ თქვენ თავებს. მე ძმო დუბაიში ვარ წასული საგულაოდ და დამანებეთ თავიო. ეს იყო ვაშა გადაცემის სპეციალური ყინულიანი და თოვლიანი გამოშვება. თენგის გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავდიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლური ვაშინგტონში.